ჰერმესი ეს არის ბერძნულ მითოლოგიაში სიბრძნის ღმერთი, შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის. როდესაც ბერძნებმა დაიპყრეს ეგვიპტე, ბუნებრივია მოხდა ღვთაებების სინკრეტული შერწყვა. ბერძნული და ეგვიპტური მითოლოგიის აი ამ შერწყმით მივიღეთ მითიური პერსონაჟი ტოდ ჰერმეს სამგზის უდიდესი და მას მიაწერენ ამ ფილოსოფიურ ტექსტებს, რომლის რაოდენობაც სავარაუდოდ არის 34 ან 37,000. ზურმუხტის ფილა რეალურად არსებობდა თუ არა ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით რომ ლეგენდის თანახმად ტოდ ჰერმეს, როდესაც ის სეირნობდა ტყეში და გამოქვაბულს მიადგა და გამოეცხადა რაღაც არსება. რო ვინახარო რო კითხა, უთხრა რომ მე ვარო სამყაროს გონი, სახელად პოიმანდრი. აი ეს შეხვედრა არის აღწერილი აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტში ჰერმენევტიკული კორპუსისა, რომელსაც ქვია პოიმანდრი. სადაც პოიმანდრი უყვება ტოდ ჰერმეს აი სამყაროს შესახებ ყველაფერს, როგორ გაჩნდა სამყარო, როგორ შეიქმნა ეს იერარქია, ღვთაებრივი მიწიერი, როგორ შეიქმნა ადამიანი, რისთვის შეიქმნა, რატომ არის ბოროტება დაშვებული და რა არის ადამიანის ფუნქცია, რა არის ცხოვრების აზრი.